მოგესალმებით ჩვენ უძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, ობიექტივი კვლავ პირდაპირ ეთერშია, მე ირმა ცხოველაული გახლავართ და ჩემთან ერთად სტუდიაში საუბრებს რა თქმა უნდა და იმუშავებს ბატონი დავით არხანმოურავი, საქართველოს პატრიოტთა ალიანსის თავმჯდომარე. მოგესალმებით ბატონი დავით, მადლობა რომ გამონახეთ რომ ჩვენთან მოვწანდით. რა თქმა უნდა, პირველი საკითხი, რომელზედაც მინდა ვისაუბრო, ეს გახლავთ 30 ნოემბრის აქცია, რომელიც ესე ვთქვათ, საზოგადოებრივი აქცია, რომელიც ჩატარდა თბილისში მეტრო რუსთაველის წინ. რა შეგიძლიათ ამ აქციასთან დაკავშირებით ისაუბროთ? რამდენად მისაღებია, რამდენად საკმარისი ხალხი იყო, რა თემებზე იყო ზოგადად საუბარი? ეს ყველაფერი ვფიქრობ მოსახლეობას აინტერესებს. ეს არისო ჩვენ თქვით თავიდანვე რომ პირველი აქციაა და არ არის მობილიზება არანაირი გამოცხადებული. ჩვენ თქვით რომ მობრძანდით თქვენ დავინახოთ ერთმანეთი. ხალხი მოვიდა ხა პირველი აქციისთვის რა თქმა უნდა კარგი იქნებოდა რომ მოსულიყო 30000 კაცი ან 10000 კაცი, არც 30000 კაცი მოვიდა, არც 10000, თუმცა ჩვენ ამას ველოდით. იმიტომ რომ ძალიან რთული პროპაგანდა მიდის. ვიღაცა არწმუნებს ხალხს რომ უნდა, ვიღაცა არა, მაგრამ ეს არაა მთავარი. მთავარი ისაა, რომ ეშინია ძალიან ბევრ ხალხს მოსვლა. აქცია რომ დავიწყეთ ჩვენ, საერთოდ 1-400 კაცი იყო თუ 450 თავიდან, მაგრამ მე შემოემატა, არის დრონის კადრები, სათითაოდ დავითვალეთ ახლა. არ იყო ბევრი ხალხი, 1300 კაცზე მეტი იყო. 1300 კაცი დაახლოებით წინ იდგა და უკან კიდე 100 კაცი ჯამში როგორც ჩვენ დავითვალეთ, იყო სულ 1400 კაცი. ეს ბევრია თუ ცოტაა იმ ფონზე, როდესაც ჩვენ გვაქვს აქციები, სადაც 100000 კაცი იყო. მიუხედავად ამისა, ეს ხალხი მოვიდა თავისით, ყოველგვარი მობილიზების გარეშე, გამოჩნდა, რომ დიდი სამუშაოა შესასრულებელი. და ძალიან ბევრი ადამიანი, რომელიც მოვიდა, 1400 კაცი ჯამურად არ არის არც რო ვთქვა რომ არავინ არ არის სისულელი ახლა რაღაც როგორ არ არის ხალხი მაგრამ ეს არ არის ვთქვა 10000-იც კი და ცოტა მიუხედავად ამისა ძალიან ბევრი ადამიანი ამბობდა რომ მე ხო ყველა გელაპარაკება ხალხი ამბობდა რომ ჩვენ მეზობელს უნდა და წამოსვლა ჩვენ მეგობარს მაგრამ ხალხს ეშინია აი პირდაპირ წარმოიდგინეთ რომ ესე ამ ხელისუფლებამ რა გააკეთა რომ უკვე შიშია ხალხი რაც სააკაშვილის ხალხი უკვე დათესა შიში ძალიან ბევრი იძახდა რომ აი მოვდიოდით მე მეზობელმა ბოლო მომენტში თქვა არა იქ ვიღაც მეგობარმა თქვა არა არსებობს გარკვეული შიში და ეს ჩანს იმაშიც რომ მიუხედავად იმისა რომ გვიგზავნიან ჩვენ ვიდეო ჩანაწერებს მაგრამ მაგალითად იყო შემთხვევა როცა კაცმა გამოგვიგზავნა ვიდეო ჩანაწერი და მე დაგვირეკა და წაშალეთ წავშალეთ რატო აი არ ვიცი მე მაინც ხელისო რაღაცა შიშივით არაფერი შიში არ უნდა გქონდეს ხალხო უნდა გადავტეხოთ ეს ყველაფერი შემდეგი აქცია იქნება ბევრად უფრო მასშტაბური, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ ეხლა უკვე დავიწყებთ მუშაობას იმაზე, მაგრამ ზოგადი პროცესი ნათელია. ეხლა მიუხედავად იმისა, რომ 1400 კაცი იყო და არა 14 კაცი, იქ სასაცილო ჩვენ ხო სულ მაგას ვამბობთ, რომ სრული ტყუილია ეს ხელისუფლება, ყველაფერი ტყუილი და დაშინება ხალხის. ეხლა ვიღო პოსტივი არის ტელევიზია, რომელმაც გამოაცხადა, რომ რამოდენიმე ათეული კაცი იყო. მაგაში კი არა საქმე ჩვენ სულ ერთი არა სიტყვის პოსტივი. საუბარი იმაზეა რომ ჩვენ ვცხოვრობთ ვითარებაში, სადაც სულ ყველაფერი ტყუილია. და ეს ხელისუფლება ყველაფერს ტყუის. 1400 კაცი არ არის დიდი ციფრი. 100.000-იანი მიტინგები გვაქვს ჩვენ გამართული. პოსტივი რო გამართოს მიტინგი 50 კაცს ვერ მიიყვანს. დარწმუნებული. მაგრამ ჩვენ ვართ ის ხალხი, ვისაც 100.000 კაცი შეუკრებია და 4-ჯერ გავავსეთ თავისუფლების მოედანი და გვესმის ჩვენ თვითონ რომ არ არის, მაგრამ აი ამ არა დიდი ციფრის 1400 კაცი შემცირება და 30 კაცი იყო იმის თქმა, ან 20 კაცი, ან რამოდენიმე ათეული, რა საჭიროა? ანუ ამდენ სარელოდენ და მაინც რა სისულელია ეს ყველაფერი, ვის ატყუებთ, თქვენ თავს ატყუებთ თუ რა საჭიროა აი ამის დაუშვათ კიდე რაღაც დაპატარა. სასაცილოა ეს ყველაფერი. ახლა გავიგე რომ თქვენ გინდოდათ რომ საერთოდ 30 კაცი მოსულიყო. ეს არ იქნებოდა. 30 კაცი არ მოვიდოდა. ეს არ იყო ის რაოდენობა, რასაც მე მაგალითად პირადად ხვდებოდი მესმის ვითარება, რაშია საქმე ჩვენ პოლიტიკაში დიდი ხანი ვართ, მიტინგები ჩვენზე მეტი საერთოდ საქართველოს არავის არ მოუწყია და გვესმის ეს ყველაფერი რა პროცესია.
და მე ვიცოდი რომ ბევრი ხალხი ამ პირველ მიტინგზე არ მოვიდოდა, მაგრამ ვფიქრობდი რომ 1-3,000 მოვა დაახლოებით და მოვიდა ნახევარი. ანუ ესე იგი ეს ჩვენთვის დამაფიქრებელია რომ დავინახოთ პროცესი როგორ მიდის და საზოგადოებაში რა არის და ჩვენი მუშაობა როგორი უნდა იყოს რომ დუღილის ტემპერატურა აიწიოს და ხალხში შიშის გარდატყდეს და იმიტომ რომ მოსახლეობის ეხლა ხო ცოტა ხალხი იყო თქვენ ამბობთ რომ რამოდენიმე ათეული მაშინ მოვაწყეთ გამოკითხვა მოვაწყეთ აი ვის უნდა ეს არაბული ქალაქები და აღმოჩნდება რომ არავის არ უნდა მოვაწყოთ რატომ მეშინია ხელისუფლებას მოვაწყოთ ოღონდ ქმედითი გამოკითხვა ისეთი კი არა რომ ეხლა როგორც არჩევნებს აყალბებენ ეხლა ყველანი სიყალბეს ჩადიან და მოდი ეხლა იქ რაღაცა პლებისციტი მოვაწყოთ და მორიგი ტყუილები აი ვიდეო გამოკითხვა მოვაწყოთ ჩავწეროთ ჩვენი მოსახლეობის თუნდაც 60% ვიდეოზე და თქვან რომელი უნდათ არაბული ქალაქები თორე და დავინახავთ რომ არავის არ უნდა ეს აი ამაშია საქმე თუმცა ბატონ დავით იმასაც აქ არაფერი საშიშროება არ არის ჩვენ ამ ტალღას ავწევთ აბას პოზიტივისაც ვეუბნები და სხვებსაც როდესაც ჩვენ პატიმრების თემაზე ვიწყებდით მიტინგებს 100 კაცი მოდიოდა იმ მიტინგებზე მე 100 კაცი გახდა 1000 კაცი მე 1000 10000 მე 30000 და იგივე პარლამენტთან მახსოვს 28000 კაცი ყავდა შეკრებილი მე და ეს ყველაფერი ძალიან სწრაფ ტემპში მოხდა ძალიან სწრაფ ტემპში ამაზე არ დაიხარჯა ნახევარი წელი რო იცოდეთ თქვენ ეს და ეხლაც ესე იქნება მე კი მესმის რომ თქვენ რაღაცა და ეს ხელისუფლება მიცის თქვენ გონიათ ამის არეშინია ეს ტალღას ავწევთ ჩვენ ამ ტალღას და იქნება 100000 კაციც თქვენ ნუ იდარდებთ მაგაზე თუმცა ბატონ დავით უნდა გავითვალისწინოთ კიდევ ის ერთი ფაქტორი რომ ჩვენ ძალიან ასე ვთქვათ დიდი ჩავარდნა გქონდა ბოლო აქციას და აი 30 ნოემბერს ჩატარებულ აქციას შორის ეს ყველაფერი ხო ნელ-ნელა უკვე მართლა ეს დუღილის ტემპერატურა დაწეული იყო ასე რომ მე ვთვლი აი პირადად ჩემი გადმოსახედიდან მე ყოველთვის თქვენს გვერდით ვარ და უამრავი აქციის მომსწრე ვარ მე მაინც ვთვლი რომ 1400 კაცი დღეს მდგომარეობით პირველი აქციისთვის პირველ დაძახებაზე ყოველგვარი მობილიზაციის გარეშე აქციებს არ ვატარებთ. ხო, აი არ ვატარებდით და აი ესეც გასათვალისწინებელია. ბატონო, ჩვენ აქცია 3 წელი არ ჩაგვიტარებია. ესაც ხო ფაქტორია. როგორ არ არის ფაქტორი, ჩვენ განზრახ საქმე იცით რაშია, რომ აი ჩვენთან ეკავს ხოლმე ერთი კაცი. ხმაზე ვცნობ მე. და სულ რაღაცა ცდილობს თქვას, რომ ჩვენ რაღაცა არაგულწრფელები ვართ, ან რაღაცა აი სულ რაღაცა იცი რომ ეჭვიანი, ან განზრახ რეკავს, ან ვიღაც ავალებს, ან თავისი ბუნებით არის ვიღაცა ეჭვიანი კაცი, რომელიც სულ რაღაცაში ცდილობს როგორღაც დაგვადანაშაულოს, ოღონდ ვერ გადანაშაულებს რეალურად. და როგორი რაღაცა იცი ეს სულ არეკავს და აი თქვენ გულწრფელები ხართ რაში ვართ გულწრფელები? ანუ ჩვენ გვინდა არაბული ქალაქების აშენება და ვამბობთ რომ არ გვინდა? თუ რა? თუ ჩვენ არ გვინდა მიტინგის მოწყობა და მიტინგს ვაწყობთ? თქვენ ბიძინა ივანიშვილს ხელს ვაფარებთ. როგორ უნდა დავაფაროთ? ბიძინა ივანიშვილი ამბობს რომ მას უნდა არაბული ქალაქები და მისი მთავრობა ამბობს რომ უნდა და ჩვენ ვამბობთ რომ არ გვინდა და ხალხს არ უნდა და ხელს რანაირად ვაფარებთ? ანუ ჩვენ ვამბობთ რომ ბიძინას უნდა, მაგრამ ვფიქრობთ რომ მას არ უნდა? თუ რა? აი ესეთი სიდებილეები. და ამას ხო როგორც წესი ისეთი ხალხი აკეთებს, რომელსაც ამ ცხოვრებაში არაფრით არ უბრძოლია. საქმე იმაშია, რომ ჩვენ ვართ ნაბრძოლი ხალხი, ძალიან ბევრი ვიბრძოლეთ ამ ქვეყნისთვის და ხშირად გამოვიჩინეთ თავგანწირვა და დამნახავმა ეს უნდა დაინახოს. მაგრამ ასეთ როგორ ეკავს ხალხი, ეს ის ხალხი, რომელსაც არაფერი არ გაუკეთებია არასოდეს. ნამდვილად. ჩვენ რომ არ ყოფილიყავი, დღესაც სააკაშვილი იქნებოდა. და რა არის აქ გაურკვეველი, ჩვენ დავეხმარეთ ივანიშვილს, ჩვენი გამარჯვების შედეგად მოვიდა ივანიშვილის ხელისუფლება. და ჩვენ ვიყავით ბუნებრივი მოკავშირეები, მაგრამ დღეს აღარ არის ეს მოკავშირეობა, არა მარტო არ არის, დღეს სრული დაპირისპირება, იმიტომ რომ სრულიად სხვადასხვა ნაპირებზე ვართ. მაგრამ ჯერ კიდე 6 თვის წინ რას ნიშნავს რაღაცა საიდუმლო ქმედებები? საჯაროდ ვიძახდით 6 თვის წინ, რომ ნუ იქცევით როგორც იქნებით და გიწვით ხელს ვითანამშრომლოთ, ქართულ ოცნებას ვეუბნებოდით. აი ამ კობახიძის თავრობას, ოღონდ ნუ აკეთებთ იმას, რასაც აკეთებთ, ეს არ არის სწორი. სად არის აქ რაღაცა ფარული თამაშები? ღია ეთერში ვეუბნებოდით, რომ ხელს გიწვით
ნუ აკეთებთ ამას, ნუ იღებთ ამ კანონს, ნუ იღებთ ამ კანონს, ნუ იღებთ ამ დანოსების კანონს. ნუ აშენებთ ფეოდალურ საზოგადოებას და ვეუბნებოდით, რომ ხელს გიწვდით, სხვანაირად არ მოისურვეს. ახლა რადიკალურად და რანაირად უნდა ვფარველო აი ესეთი სისულელეების ბატონ დავით ზარი შემოუშვათ მოდით აქ ცდელობაა რომ ვიღაცამ ირმაინაშვილმა კლიპი ჩაწერა ამის გამო რომ არა ვართ არავისთან არც გარიგებაში და არა ვართ არც ვინმეს მიერ მართული მაგრამ მაინც ვიღაცა რეკავს და აი თქვენ რაღაც და რაშია ეს ფარული გარიგება რომ მათ უნდათ აშენება და ჩვენ გვინდა, მაგრამ ვამბობთ არ გვინდა და ვაკეთებთ აქციებს რომ არ გვინდა, მაგრამ გულის სიღრმეში გვინდა თუ რა სიდებილია ეს ყველაფერი. შემოუშვა ზარ. ანუ რისკი ვარ. დიახ, მოგესალმებით, ისაუბრეთ. მე თვარაგი მაგიოთ თქვენ. მადლობა. გეხმიანებით თელავის რაიონის სოფელი ვარდისუნიდან. დიახ. ყობიაშვილი რომული. გაიხარეთ გენაცვალეთ თქვენ. ყობიაშვილი რომული. გაიხარეთ თქვენ გენაცვალეთ. ჩემმა ორმა ვაჟმა იბრძოლა აფხაზეთში სამაჩაბლოშია. გენაცვალეთ. ისეთი დედოფალა დაუპილე მყავს. მომიკლესა. ის რო ცოცხალი იყოს. კოლბერზე იმებოდა. 80 წლის კაცია. ეს კითხავები მიწას. გამიგე ლაცე პუტინის კერფლის იმას არ მაგილე წარმოგიდგენთ და როგორ აწილე მამოწონა გონიოს როგორ აწილე პანის სადაც რომ ჩემი წინაპრები კობიაშვილები მედროშები იყვნენ ელექტრონების მერზე როგორ აწილე ვინ აწილე თმა მოშებულები ნაპოზერები მადლობა ზარისთვის დიდი მადლობა ღმერთმა დაგლოცოთ სხვათა შორის ბატონ დავით ახლა ოდნავ მეგვარძეთ თემას გადავხოთ თუმცა კავშირშია ბატონი ზართან დაკავშირებით ეს სისტემური აზომვები 3 წელია უკვე მიმდინარეობს და წლის ბოლოსთვის წესით უნდა დამთავრდეს ანუ უფასოდ ზომავდნენ მიწას ხელისუფლება და პირდაპირ წესით გიმტკიცებდა იქ მეზობლების თანხმობა გჭირდებოდა ან ძველი რაღაც საბუთი უნდა ქონოდა რომ ეს იყო შენს ფლობელობაში ეს მიწა მინდა გითხრათ რომ 3 წელია მიდის ეს პროექტი და ამ წელსაც სავარაუდოდ ვერ დამთავრდება, იმიტომ რომ კვლავ უამრავი მიწა დარჩა მფლობელის გარეშე. ანუ ხალხი ვერ იფორმებს, მიუხედავად იმისა, რომ საბუთებიც აქვს, მიუხედავად იმისა, რომ მოწმეებიც აყავთ, მაინც ძალიან ბევრ ბარიერს უქმნის ეს ხელისუფლება და ქართულ მიწას, მის მამა-პაპისეულ მიწას ვერ იფორმებს. ეხლა თქვენ ახსენეთ დუღილის ტემპერატურა, ბატონ დავით, და მე ვფიქრობ, რომ ეს აუცილებელია დუღილის ტემპერატურის ასაწევა ჩვენმა მოსახლეობამ კარგად გაათვითცნობიეროს ის რისკები, რასთან გვაქვს საქმე, ის კომპანია და მისი ქმედებები სხვადასხვა ქვეყნებში და ვისთან გვაქვს საქმე და ეს აუცილებლად არის ეს ინფორმაცია მისაწოდებელი, ახლა მე და დამჭირდება ამისთვის ალბათ 2-3 წუთი და თუ შეიძლება მე ამას ჩავიკითხავ. მოკლედ, პირველი ფაქტი ეს გახლავთ მონტენეგრო ულცინში. პროექტის სამიზნე გახლავთ მრავალკილომეტრიანი დიდი სანაპირო და ეს არ არის უბრალოდ ქვიშის ზოლი, ეს ულცინის მთავარი ეკონომიკური და სოციალური გულია. ევროპის ერთ-ერთი უდიდესი სანაპიროა და იგივეა რომ მთლიანად ავიღოთ ბათუმის ბულვარი, ურეკი და კვარიათის სანაპირო. 20 წლიანი იჯარა იქნა აქ გაფორმებული ამ კომპანიასთან. ამ კომპანიის მიზანი იყო ამ სანაპიროს საზოგადოებრივ ელიტურ კერძო კურორტად გადაქცევა და რა თქმა უნდა, აქაც გაუმჭვირვალე საიჯარო პროექტია მოწოდებული. ეს არის, ასე ვთქვათ, მათი საფირმო ხელწერა. ზუსტად ის მოდელი, რასაც ჩვენ დღეს გვიკეთებს ხელისუფლება და სწორედ ამ შეთანხმების მსგავსი, რომლითაც კოლბახიძე ჩვენ თვალში ნაცარს გვაყრის. ადგილობრივი ბიზნესის განდევნა იყო პირველ რიგში აქ საჭირო. აქ იყო უამრავი პატარა კაფეები, ოჯახური სასტუმროები და შეზლონგების გამქირავებლებიც კი 10 წლეულები მუშაობდნენ და ყველა უნდა წასულიყო, მაგრამ აქ მოხდა ის, რასაც ეს კომპანია არანაირად არ ელოდა და ადგილობრივი მოსახლეობა გამოვიდა ძალიან დიდი აქციებით და ამ Eagle Hills-მა დაიხია უკან. რაღაცა პერიოდი უყურა, როგორც კი შეჩერდა ეს პროცესი ოდნავ ეს მოსახლეობის ტალღა როგორც კი შენელდა, მან მაინც მერე მოახდინა
ამ კორუმპირებულ მთავრობასთან გარიგება და საინვესტიციო ხელშეკრულების რატიფიცირება. ანუ სქემა ყველგან ერთია, კომპანია მოდის ასეთი აგრესიული გეგმით, ხალხი აპროტესტებს, კომპანია დროებით იხევს უკან, შემდეგ კი საქმეში ერთვება ადგილობრივი კორუმპირებული მთავრობა, რომელიც თავის ხალხს ზურს უკან მაინც აფორმებს ამ გარიგებას და მინდა გითხრათ, რომ დღეს სწორედაც აქ ეს სანაპირო ზოლი მთლიანად ამ კომპანიას აღებული აქვს, იმიტომ რომ ხელისუფლების ჩართულობა იყო აქ. ეხლა რაც შეეხება ინდუეთს. ინდუეთში საერთოდ მასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას მოჩვენებითი პროექტი უწოდეს 2024 წლის ანგარიშების მიხედვით ამ ალაბარს სწორედ აი ამ პრეზიდენტს ინდუეთის ცენტრალური ანტიკრიმინალური ოფისი ეძებდა ამ მოჩვენებითი პროექტის გამო. თუმცა დღეს უკვე სხვაგვარად არის სიტუაცია. სქემა მარტივია, იგი აცხადებდა გრანდიოზულ მშენებლობას, ხატავდა ლამაზ სურათებს და იწყებდა ბინების გაყიდვას. შემდეგ უსასრულოდ აჭიანურებდა ამ პროექტს და ბოლოს აღმოჩნდა ის, რომ 2010 წელს დაიწყო და ჰალს პირდებოდა და რომ 2015 წლისთვის ამას დაასრულებდა, მაგრამ კომპანიამ აიღო ფული, გადაამისამართა სხვა მიზნებისთვის, ანუ ფული გააქრო. თუმცა მინდა გითხრათ, რომ მან მოასწრო 1670 ვილის აშენება და ეს ვილები რომ გაიყიდა ბატონო დავით, აღმოჩნდა რომ მიწა სხვებს ეკუთვნოდა და ხალხი შედიოდა ის სხვის სახლებში, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ ვისიც მიწა ის ვილაც მისია, ხო, ორჯერ იყო გადაყიდული. ეხლა რაც შეეხება ალბანეთს, ალბანეთში აქ სახელმწიფოც ისევე წილშია როგორც ჩვენთან, ალბანეთში იქ ხილსმა თავისი პროექტის სრულყოფილებამდე აიყვანა და ჩვენ ვხედავთ აქ როგორ კეთდება ბიზნესი, ბიზნესი კი არ კეთდება, არამედ მთელი სახელმწიფოს კორუმპირება და პარტნიორად გადაქცევა მიმდინარეობს. პროექტის ღირებულება 2,5 მილიარდ დოლარია. დორესის იახტ კლუბზეა საუბარი. მუჰამად ალაბარი გაუმასპინძლდა ალბანეთის მთავრობის წევრებს და მათ შორის ვიცე-პრემიერ არბან აჰმეტაის. ეს ვახშამი ალბანეთში უდიდეს სკანდალის მიზეზად გახდა, რატომ? იმიტომ რომ რა იყო ამ ვახშმის ფასი? ამ ვახშმის ფასი აღმოჩნდა, რომ ალბანეთის მთავრობამ ალაბანს გადასცა უსასყიდლოდ 81 ჰექტარი საჯარო მიწა. დურესის პორტის სტრატეგიული ტერიტორია. კომპანია სრულად გაათავისუფლეს ინფრასტრუქტურული გადასახადისაგან და სოციალური საცხოვრებლის მშენებლობის მოსაკრებლისაგან. სანაცვლოდ კი ალბანეთის სახელმწიფომ ჩაიწერა 33%. ანუ იგივე აქ რაც საქართველოში. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან ფაქტზე მინდა ახლა მე ვისაუბრო ბატონ დავით, რაც მოხდა სერბეთში. ეს იყო საერთოდ კატასტროფა. სერბეთში მოკლედ ბელგრადი ვოთელფროტის პროექტის სახელწოდებაა ასეთი და აქ უნდა ჩაიდოს 13 მილიარდ დოლარიანი ინვესტიცია და უნდა აშენდეს 1,85,000,000 კვადრატულ მეტრზე უნდა განაშენიანდეს საცხოვრებლები და 90 ჰექტარი ეს გასართობი ცენტრები, სავარაუდოდ კაზინოები, ბორდელები, ახლა ჩვენ ვიცით რომ რაც ეს უცხოელები ჩამოვიდნენ, საბორდელოებიც მომრავლდა საქართველოშიც და ყველგან ზოგადად, ხო? და შემდეგ მოხდა ის, რომ იქ ჰილსის პროექტი ეწინააღმდეგებოდა სერბეთის ურბანიზაციის გეგმას, ანუ კერძოდ იქ წყალზე განაშენიანება არ შეიძლებოდა და მოხდა ის, რომ სერბეთის ხელისუფლებამ ეს კანონმდებლობა და აქაც იგივეა, ნახეთ 32%-ს იღებს ხელისუფლება, ხოლო იგლ ჰილსი 68%-ის მფლობელია. და შემდეგ აღმოჩნდა, რომ 2015 წელს სერბეთის ხელისუფლებამ მიიღო სპეციალური კანონი, რომელმაც ეს პროექტი ეროვნული მნიშვნელობის პროექტად გამოაცხადა, როგორც ჩვენ გვიცხადებენ დღეს, გააუქმა ყველა არსებული კანონი, რომელიც მას ხელს უშლიდა და ეს იყო იურიდიული ჩარჩო შექმნა წინასწარ შერჩეული ერთადერთი ინვესტორისთვის, აი ამ იგლ ჰილსისთვის. მაგრამ ეს არ იკმარეს, პროექტის ტერიტორიაზე იყო ძველი უბანი, სადაც ხალხი ცხოვრობდა და კერძო ბიზნესებიც მუშაობდა. 2016 წლის 24 აპრილს ღამე მოხდა ის, რასაც სერბები დღემდე ტერორის ღამეს ეძახიან. ათობით ნიღბიანმა პირმა, რომლებიც ბეისბოლის ჯოხებით იყვნენ შეიარაღებულნი და მართავდნენ
ნომრების გარეშე მანქანებსა და ბულდოზერებს დააკავეს სავამალას რაიონი რამდენიმე საათის განმავლობაში უკანონოდ ანგრევდნენ ათობით კერძო შენობას. თვითმხილველების თქმით, ნიღბიანი პირები მათ ემუქრებოდნენ, ართმევდნენ მობილურ ტელეფონებს და აკავებდნენ. შეშინებულმა მოქალაქეებმა არაერთხელ დარეკეს პოლიციაში, თუმცა ბრძანებისამებრ პოლიცია არ ჩაერია. ეს იყო სახელმწიფოს მიერ სანქცირებული ძალადობრივი აქტი, რომლის მიზანი იყო პროექტისთვის ტერიტორიის იძულებით გასუფთავება. მოგვიანებით პრეზიდენტმა ვუჩიჩმა აღიარა, რომ ამ გრევის უკან ბელგრადის უმაღლესი თანამდებობის პირები იდგნენ. ამ ტერორს მსხვერპლიც კი მოჰყვა 58 წლის ადამიანი, რომელიც უპირველეს ყოვლისა აცხადებდა, რომ იგი მხილველი იყო ამ ყველაფრისა და მთავარი მოწმე იყო, რამოდენიმე დღეში საავადმყოფოში აღმოჩნდა და რატომღაც იქ გარდაიცვალა. და ეს არის იგლ ჰილსის, ასე ვთქვათ, წარმატების ნამდვილი ფასი. ეს არის კომპანია, რომლის ბიზნეს მოდელიც გულისხმობს სახელმწიფოს გამოყენებას ძალადობის აღსრულების საკითხებს. მან საქართველოს აღმოაჩინა როგორც ასეთი გაუბედურებული ქვეყანა, მაგრამ ბატონ დავით, ყველაზე მთავარი იცით რა არის, რომ აი ამ ყველა შემთხვევაში იგლ ჰილსი კორუმპირებულ ხელისუფლებებს ეძებს და კორუმპირებულ ხელისუფლებებს მერე, ასე ვთქვათ, იკრიშავს ამ კორუმპირებული ხელისუფლებებით თავს და მაინც თავის ქმედებებს ახორციელებს. ყველგან არის ერთი და იგივე პროექტი, ყველგან არის გაუსაჯაროებელი ეს ხელშეკრულებები და პროცენტებიც ერთი და იგივეა. აი ეს ყველაფერი ხომ იცის ხელისუფლებამ. სხვათა შორის მინდა გითხრათ, როდესაც ამ ინფორმაციას ვამოწმებდი, მე ალბათ დაუშვებელ საიტებზე შევედი და ზუსტად 3 წუთის განმავლობაში გაერთიანებული საამიროებიდან, ბულგარეთიდან 4 ზარი, ჩეხოსლოვაკიიდან, იუგოსლავიიდან 4 ხავის ზარი, მოკლედ ძალიან ბევრი ზარები შემომივიდა ბატონო დავიდა, ვერ გავიგე მე ეს რას ნიშნავდა. შემდეგ ცოტა ხანში აღმოვაჩინე, რომ ეს ზარები უკვე წაშლილი იყო, მაგრამ ყველაზე მთავარი მინდა გითხრათ, რომ თუ კი თქვენ დაგუგლავთ და შეხვალთ იგლ ჰილსის მთავარ გვერდზე, იქ აღმოაჩნდეთ, რომ უკვე მისი პროექტები სადაც განხორციელებულია, მათ შორის განხორციელებულ უკვე პროექტებს შორის საქართველოც არის და იქვე წარწერაა ქვეშ, რომ ზოგადად თუ იმ ქვეყანაშიო, სადაც თქვენ იმყოფებითო, თქვენთვის მიუწვდომელი უნდა იყოსო ეს საიტიო, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ მე გამართული რუსულით ვწერდი იქ კითხვებს, ჩათვალეს, რომ მე ვიყავი ალბათ მორიგი მკითხველი და მარტო ამიტომ გამიხსნეს ეს საიტი. ანუ საქართველოზე უკვე შეიძლება შეკვეთების მიღებაც კი. როგორ ფიქრობთ, აი ხელისუფლებამ ეს ყველაფერი იცის. არაფრად გვაგდებს, მასხრად გვიგდებს, თუ გონია რომ ჩვენ ამას მოვითმეთ, ბატონო დავით? ჩვენ ვამბობთ რა არის თავარი, რის გამოც გაჩნდა უზარმაზარი გადაულახავი უფსკრული ჩვენსა და ქართულ ოცნებას შორის. პირველი და მთავარი არის ის, რომ ქართული ოცნება ეს არის ორგანიზაცია, რომელმაც უკვე ჩამოაყალიბა ფეოდალური ბატონყმური წყობილება საქართველოში. ეს არის, რასაც ჩვენ ვერ შევეგუებით და ვერ მივიღებთ. ჩვენ ქვეყანაში დღეს არის ხელმწიფე არის ბიძინა ივანიშვილი, ეს კაცი წყვეტს ყველაფერს, ის არის ფლობელი ამ ქვეყნის და სამწუხაროდ ბიძინა ივანიშვილი ხედავს ქვეყანას როგორც დიდ ბიზნეს კომპანიას. მისთვის ყველაფერი ბიზნესია. ამიტომ გონიოში იქნება მშენებლობა, თუ კრწანიში იქნება, პატარა აბუდაბი აშენდება, ეს ყველაფერი მისთვის არის დიდი ბიზნესი. ეს კაცი თვითონ ბიზნესმენია და ყველაფერს უყურებს ბიზნესის კუთხით. და ეს დამღუპველია სახელმწიფოსთვის. არ შეიძლება სახელმწიფო იყოს ვინმეს ეგონოს, რომ სახელმწიფო არის კომერციული ორგანიზაცია დიდი, მაგალითად რაღაცა დიდი კომპანია, შპს, ან სააქციო საზოგადოება, ან შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება, ან რაღაცა დიდი ბიზნეს კორპორაცია. მეორე პრობლემა ის არის, რომ ავტომატურად ხელმწიფემ შექმნა სხვა პატარა ფეოდალები. მისი მთავარი ვეზირი გახლავთ პრემიერ-მინისტრი კობახიძე, რომელიც და მინისტრები და დეპუტატები და მათთან დაახლოებული ბიზნესმენები და ამ ქვეყანაში ყველაფერი მათია. სინამდვილეში რა არის ფეოდალიზმი? ფეოდალი იყო კაცი,
რომელიც ერთდროულად თანამდებობებიც მაგისი იყო, ყველანაირი ბიზნესი მაგისი იყო, ფულიც მაგისი იყო, კომერციაც ყველაფერი მას ეკუთვნოდა და დანარჩენი იყო ყმაგლეხობა, რომელიც სულს ღაფავდა. ეხლაც ესეა. 1,800,000 კაცი ნაწილი ღებულობს დახმარებას, ნაწილს ხელი აქვს გაწული და დაწერილი აქვს, რომ მინდა დახმარება. ამათაც ეს უნდათ. ჩვენ წინაჯერზე თვითონ ამ ხელისუფლების პრემიერ-მინისტრის გამოსვლიდან გამომდინარე ვისაუბრეთ, როდესაც მან თქვა, რომ აიო საშუალოდ $10,000 გამოდის კაცზეო. თქვენ გააქვთ ახლა $10,000? საშუალოდ იმიტომ გამოდის, რომ ჩვენთან 1,800,000 კაც ხელი აქვს გაწვდილი, ესე იგი მათ საერთოდ არ აქვს შემოსავალი. საერთოდ, იმიტომ ითხოვს ფულს. კიდე ბავშვები არის 1,600,000 იმედი მაქვს, რომ დარჩენილი და გამოდის, რომ 9,500,000 კაც დაახლოებით აქვს იმდენი ფული, რომ მათ მიერ მოპოვებული თანხა რო გაყო მთელ 3 მილიონ მოსახლეობაზე, გამოვა, რომ შენც $10,000 გქონია. გესმის, რამხელა ფულზეა საუბარი. ამიტომ ამათ ჩაიგდეს ყველაფერი ხელში და დანარჩენებს ყველას უყურებენ როგორც ყმაგლეხებს. მეორე ავტომატურად ასეთი ქვეყანა, რომელიც ფეოდალური ქვეყანაა, ქმნის კანონებს და ერთ-ერთი მთავარი კანონი ეს არის დასმენის შესახებ კანონი, რომელიც ამათ მიიღეს დანოსები იყო საბჭოთა დროს, რომ დაწერდი ვიღაცას დაასმენდი, რომ აი შენ რა მოგეჩვენა და მოჩვენები და ეხლა ეს კანონი აამოქმედებს, ძალიან ცნობილი ხალხი წერს დანოსებს, რაც გასაოცარია. და ამ დასმენების და დანოსების საფუძველზე, უბრალოდ გასაოცარია ესეთი ხალხი წერს ამ დანოსებს. მთელი პარტია შექმნეს იმისთვის, რომ ეს დანოსები დაიწეროს. ეს პარტია არის ნეიტრალური საქართველოს გამოაცხადეს, რომ იქნება პარტია, რომლის აქტიური წევრები წერენ, ეხლა თან ძალიან გამოჩენილი ხალხი. წერენ, რომ რაღაცა დასმენებს და დანოსებს წერენ და ამ დანოსების საფუძველზე საქმეების აღძრა ხდება სხვადასხვა ადამიანებს. პირველი დანოსები დაიწერა იმ ხალხზე, ვინც ქართველ ხალხს ძულს და არ უყვარს, იქ მიხეილ სააკაშვილზე, მერე გადმოვიდნენ გახარიაზე, 13 წლიანი საქმე აღუძრეს გახარიას, აი ასეთი დანოსის დასმენის საფუძველზე და ხვალზე ჩემზე და შენზე დაწერენ ამ დანოს. და ამან ფართო პრაქტიკა საკმარია არ მოვეცამა. ეს არის მეორე რაც ამათმა მიიღეს. მესამე, რომ ფეოდალურ საზოგადოებაში არ არსებობს არავითარი არჩევნები, არავითარი პოლიტიკური პარტიები, აქ ესენი თვითონ ნიშნავენ. ესენი ამბობენ, აი ჩვენ ვართ 80% და ეხლა ამათ შეირჩიეს სამი პარტია და თქვენს აი ესენი იქნებიან. გირჩია, იქ გახარიას პარტია, იქ რაღაცა, არ ვიცი, ხაზარაძე თუ მოკლედ თვითონ აი ეს პარტიები იქნება, სხვები აღარ იქნება. ესე ნიშნავენ ამ პარტიებს. ის კი არა ხალხი უჭერს ხარს, არ უჭერს ხარს, თვითონ. იმიტომ რომ ფეოდალურ საზოგადოებაში არ არსებობს პოლიტიკა. აქ ყველაფერს ხელმწიფე ნიშნავს. ის ამბობს შენ იქნები პოლიტიკაში. შენ იქნები ბიზნესში. თქვენ ამ სფეროში მეცნიერებაშიც კი, განათლების სისტემაც კი, რომელიც თლიანად მოსპო სააკაშვილმა ამათმა გააგრძელეს, დაანგრიეს ბოლომდე, ახლა აქაც ესენი გვიყვებიან, როგორ იქნება განათლების სისტემა. იმიტომ რომ განათლებული ხალხი არ ჭირდება. ნარკომანების პარტია ჭირდებათ, აი დააკვირდით ქვეყანა საით მიდის. ფეოდალები, ნარკომანები, იმიტომ რომ ის პროექტი რო უნდათ ამათ აქ ნარკოპლანტაციები, მერე მოვა ის პროექტი კიდე. ეხლა ცოტა ხნით გადადეს, წლებით გადადეს, მერე ისევ მოვა. ეხლა ახალი პროექტი უცხოელები. ეს ყველაფერი ქმნის უბსკრულს უკვე დაუძლებელს და სხვათა შორის რატო ლაპარაკობთ სულ კობახიძეზე? იმიტომ რომ რაც კობახიძეს ძალაუფლება ძლიერდება, ივანიშვილის პრობლემებიც იზრდება. მთელ სოფლიოს გადამტერებული ეს ცალკე თემაა, რომელზეც ეხლა უნდა ვილაპარაკოთ. სუდი მენეჯერი აღმოაჩნდა კობახიძე. ეხლა ცალკე უნდა ვილაპარაკოთ, იქ რამხელა პრობლემა აქვს ამათ, მაგრამ აქ სრულიად ნათელია, რომ აი ამ კანონებს ყველაფერს ბატონი კობახიძე ქმნის. ივანიშვილი არ ქმნის კანონებს. ჩვენ ხო ვიცით იქ შიგნით როგორაა მოწყვა ამას, ბატონი კობახიძე ქმნის ამ კანონებს და ამაზე უკეთესი ვერაფერი ვერ მოიფიქრა, რომ საბჭოთა ეპოქაში დაგვაბრუნა. ეს ახლა გასაოცარია. ახლა ორი თემაა. ერთი არის ეს არაბული მშენებლობა და რატოა ცუდი და მეორე არის ახლა ახალი BBC-ს ფილმი. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ორი თემა წამოიჭრა. ჯერ არაბებზე მინდა ვთქვა, შორს რატომ მივდივართ ჩვენ? ჩვენს წინ რუსთაველის პროსპექტზე დღეს არის სასტუმრო ბილტმორი. ადრე ამას ერქვა იმელის შენობა თუ გახსოვთ. საბჭოთა დროს იმელის შენობა ერქვა. გვერდზე ფოსტა იყო, ეხლა ფოსტაც აღარაა იქ გვერდზე, რაღაც სასტუმრო რესტორანია თუ არ ვცდები, არა ვარ დამყოფი და გვერდზე ეხლა არის სასტუმრო ბილტმორი. როგორ აშენდა ეს სასტუმრო ბილტმორი? უბრალო შეკითხვა.
მან იყო სახლი, საცხოვრებელი სახლი, მე მგონი 16 თუ 12 სართულიანი სახლი, ახალი აშენებული, რომელიც დაანგრიეს. 16 სართულიანი თუ არ ვცდები. რომელიც დაანგრიეს ჩვენ თვალწინ მიხეილ სააკაშვილმა იმის გამო, რომ სასტუმრო ბილტბორი არაბთა გაერთიანებული საამიროებისაა, იქ არის საელჩო განლაგებული ამ სასტუმროში. იმისთვის რომ შეეძინათ დაანგრიეს ახლა დაშენებული სახლი. უბრალოდ გაყარეს იქიდან ხალხი, არაფერი იმ ხალხს არ მისცეს. რატომ მივდივართ შორს? აი კიდევ ერთხელ ვამბობ. რუსტაველის პროსპექტზე დღეს ყველა მიცის სასტუმრო ბილტმორი. ამ სასტუმროში განთავსებულია არაბთა გაერთიანებული საამიროს საელჩო. ანუ სწორედ იმ ქვეყნის საელჩო, რომლის წარმომადგენლებს სურთ ახლა რწანიშში და გონიოში პატარა აბუდაბის აშენება. ეს სასტუმრო ადრე იყო იმელის ეგრეთ წოდებული შენობა, იქ იყო 16 სართულიანი სახლი, სულ ახალი აშენებული საცხოვრებელი სახლი. ეს სახლი დაანგრიეს, ადამიანები, მაცხოვრებლები სრულიად უკანონოდ სააკაშვილის დროს იქიდან უბრალოდ ქუჩაში გაყარეს, სახლი დაანგრიეს. შემდეგ ამ ადამიანებს ვითომ რაღაც კომპენსაცია, სადღაც რაღაც მისცეს, ყველა უკმაყოფილოა და იქ ააშენეს ეს ბილტმორის სასტუმრო. სასტუმროა თუ რაც არის, ხო, სასტუმრო. ახლა ანალოგიურად უნდათ რწანისი და გონიო. ანუ ესენი არაფრის წინაშე არ გაჩერდებიან. თუ რამე დასანგრევია, ყველგან ყველაფერს დაანგრევს. კი, სერბეთში აი ხომ. ახლა ერთი საინტერესო რამე. პრემიერ-მინისტრი ამბობს, რომ თურმე ამათო ჩვენ ცხოვრების უფლებას არ მივცემთო. ჯერ ეს ერთი უკვე არსებული კანონმდებლობით 100,000-ზე მეც თუ იყიდი, ბინადრობა ეგრევე გეძლევა და მან ყველა ბინისღირებულება 100,000-ზე მეტია. ეს ერთი. მეორე, მე ეხლავე დარწმუნებულად ვამბობ, რომ როცა ეს აშენდება, ესენი შეცვლიან კანონს და ავტომატურად ბინადრობას კი არა მოქალაქეობას მისცემენ ამათი ნდობა როგორ შეიძლება. რა თქმა უნდა. და მესამე, რაც მინდა ვთქვა, ძალიან საინტერესოა, რომ საფრანგეთში უკვე არაბები მესამე და მეოთხე თაობაც კი ცხოვრობენ. შარშან ძალიან დიდი კვლევა გააკეთა საფრანგეთის ტელევიზიამ, ძალიან საინტერესო კვლევა იყო. ახალგაზრდა არაბები, მხოლოდ ახალგაზრდები, რომლებიც უკვე მესამე მეოთხე თაობას ეკუთვნოდნენ, ანუ გაფრანგებული არაბების დიდი გამოკითხვა მოხდა და რა გაირკვა ამ გამოკითხვის შედეგად. ესენი ამბობენ, რომ ჩვენ ვაზრობთ არაბულად, არ ვაზრობთ ფრანგულად, თუმცა მესამე მეოთხე თაობა რაც საფრანგეთში ცხოვრობენ და ჩვენი მიზანი არის, რომ ყველა ფრანგმა იაზროვნოს არაბულად. და არ ვიაზროვნოთ ჩვენ ფრანგულად, ანუ ამათ ესენი კი არ გაფრანგდნენ, ამათი სურვილია რომ ისინი გაარაბონ. აი ეს უნდა გავითვალისწინოთ. სარია პირდაპირ ეთერში, მოგესალმებით, პირდაპირ ეთერში ბრძანდებით, ისაუბრეთ. გამარჯობა. გამარჯობა. ერთი აი გაგვაგებინეთ თქვენი მომხრევა, თქვენი პარტიის ვიყავი აქციაზე. აი ეს გაგვაგებინეთ ახლა გისმენთ, ისევ გისმენთ და ბოლო ამ კანონებს ივანიშვილი წერს თუ კობახიძე? არ გახვიდეთ ეთერიდან. კანონის დაწერა სჭირდება გარკვეული ცოდნა, ხო, სწორია იურიდიული. დიახ. ბატონმა კობახიძემ მიიღო განათლება გერმანიაში, წერს კანონებს ის და მას გონია სამწუხაროდ, რომ ნებისმიერი უკანონობის დაკანონება ნიშნავს კანონიერებას. თავად რაც უნდა ესწავლა, ისა რომ არ შეიძლება კანონში უკანონობა ეწეროს, მაგრამ წერს ამ უკანონობას. რას ნიშნავს ივანიშვილი და კობახიძე? მე გავიგე კითხვა და გაძლევთ პასუხს, კაცო. ივანიშვილი და კობახიძე ხო ერთად მუშაობენ? ივანიშვილი და კობახი ერთად მუშაობენ. კობახიძე აძლევს რჩევებს, რომ აი შეგვიძლია ესეთი კანონის სახე მივცეთ. ესე შეგვიძლია ესე დავაკანონოთ. იმიტომ რომ ივანიშვილი რჩევებს რას აძლევს, ეგ სხვა არის, მაგრამ ივანიშვილი არის დღეს რამე თანამდებობაზე. არა, მაგაშია საკ ხელმწიფეა, მაგ თანამდებობაზეა. ხელმწიფეა და თქვენ ვერ ხვდებით რომ არის? ოფიციალური არაფერი თანამდებობა არ აქვს. არის თუ არ ვცდები პარტიის საპატიო თავმჯდომარე. მაგრამ თქვენ რას ამბობთ? არ მართავს ქვეყანას? მე ვფიქრობ რომ არ მართავს. აბა ვინ მართავს? არის პრემიერ-მინისტრი. არა, ნუ ეხლა ესე არა, როგორ შეიძლება ეხლა კობახიძე მართოს მარტო ქვეყანა ივანიშვილის გარეშე. მე რაღაცა რჩევებს აძლევს, იმიტომ რომ ჭკვიანი კაცი არის და აძლევს ამ რჩევებს.
არა, მე მესმის რომ 10 მილიარდ სულელი ვერ იშოვეს. საქმე რაში ახლა? ჯერ ერთი არავის არ თქოს რომ სულელია. მე ვთვლი რომ ძალიან ჭკვიანია და მე ვთვლი რომ ჭკვიანიცაა ძალიან და წუწკიც. ეს ერთი თემაა. მეორე საკითხია რომ ბიზნესმენია და უყურებს ქვეყანას როგორც ბიზნეს კორპორაციას, რაც ტრაგედიაა ჩვენი ქვეყნისთვის. მესამე საკითხია რომ ეხლა პრემიერ-მინისტრის კრესლოში არ ზის და ბუნებრივია მილიონ მიმდინარე საკითხებს არ წყვეტს. ეს ბუნებრივია რომ ყველაფერში არ ერევა. მას აინტერესებს კონკრეტული სტრატეგიული თემები, რომელსაც მართავს ის, მაგრამ თავარი მისი სიტყვა და კობახიძეც მისი დანიშნულია და თუ მოინდომებს ხვალვე მოხსნის მას. ესეც ფაქტია. და ბუნებრივია რომ არსებობს თემები, რომელიც მას აინტერესებს, აი მაგალითად თუნდაც ეს თემა, როგორც ბიზნეს თემა და აი ამ თემას რო ჭირდება შეფუთვა კანონების სახით, ამ შეფუთვას თავაზობს მას ბატონი კობახიძე. და რასაც თავაზობს, ძირითადად სინამდვილეში ეს არის უკანონობების დაკანონება. მე საერთოდ მიმაჩნია რომ აი ამ შენებლობა სანამ დაიწყებოდა, მაგალითად დანოსების კანონი მიიღეს მაგიტო ზუსტად. ჩემი აზრით. რომ იცოდნენ რომ ესეთი მშენებლობა დაიწყება და მე ვინც დაჭირდებათ რომ დაიჭირონ, ამიტომ გააცოცხლეს საბჭოთა დანოსების კანონი. ხო, დაი ბატონო დავით, ერთი რა მაინტერესებს, ახლა მე სულ გისმენთ, სულ უსმენთ, მაგათაც უსმენთ, იმედსაც უსმენთ, პირველსაც თქვენს გისმენთ, აი საერთოდ საინფორმაციოს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ხო, მაგრამ აი ამ არაბების ახლა როს იწებს აზრი ბოლო ეს მიწები მიხიდეს თუ იჯარით მისცეს. არა, მომისმენ ერთ წუთი ჩვენ ჯერ ერთი პირველი თვითონ რასაც პირველი ხო ყველაფერი გასაიდუმლოებულია, მაგრამ თვითონ რასაც ამბობენ იჯარით როგორ მისცეს, კაცი გამოდის და იძახის, უყურე ეგეთ წინადადებას. მიწები არ მივყიდეთო, მაგრამო ჩვენო ხდებითო მიწების 33%-ის თანამესაკუთრეო. დაუკვირდით ამ სიტყვას. თუ თანამესაკუთრე ხარ 33%, ესე იგი 66%-ის მესაკუთრე გამხდარა ის, ანუ მიგიყიდია. ეს ეგრეა, ხო, კი ბატონო. ანუ მიყიდა მიწები, მაგრამ გატყუებს, თან გეუბნება არ მივყიდეო და თან გეუბნება რომ თანამესაკუთრე დავრჩა, ანუ მიყიდა. ეს ერთი თემაა. ყიდის აბარა, როგორ არ ყიდის? რა თქმა უნდა ყიდის, მაგრამ აქ ეს კი არაა რომ უბრალოდ მიწა იყიდე გაყიდე. მიწა ხო უბრალოდ ნივთი არ არის. აქ არის ის რომ შენდება პატარა აბუ-დაბი. იყო ესეთი როდესაც დასახლებიან რა თქმა უნდა არა მარტო დასახდებიან აი მომისმენთ უბრალო რაღაცაა არაბებმა რომ დაიპყრეს საქართველოს პირველი რაც გააკეთეს მე გიყვებით ახლა მე-7, მე-8, მე-9, მე-10 საუკუნეების ისტორიას პირველი რაც გააკეთეს შექმნეს თბილისის საამირო თბილისის საამირო ეს იყო ქართლის სამეფოს ვერ ვიტყვი მაგრამ დაახლოებით ესეთი საკმაოდ არც პატარა არც დიდი სამთავრო იყო თბილისში ცენტრით და აი ამ თბილისის საამირო 380 წელი ებრძოდა ქართველი ხალხი. 380 წელი იბრძოლა, რომ როგორმე განთავისუფლებულიყო ამისგან. ეხლა ამ უბედურებისგან, რასაც თბილისის საამირო ერქვა. ახლა დააკვირდით, ორი პატარა საამირო შენდება აბუ-დაბი. ერთი შენდება კრწანიშში პატარა საამირო და ერთი შენდება გონიოში. კი ბატონო. და მე უნდა ვიბრძოლოთ 380 წელი, რომ უნდა ვიბრძოლოთ 380 წელი ამათგან გავთავისუფლდეთ. ხო, ვებრძვით მაგას, ვიყავით აგერ მიტინგზე. არა, ეს რა მიტინგია ჩვენ? არ მოვიდა, 400 კაცმეტი არ მოვიდა, ხო, 300-დან 500 კაცამდე. არა, ერთი წუთი, საერთოდ არ ახარ ჩვენი პარტიის. მე დღეს ვილაპარაკე 1400 კაცი იყო. მე ვაჩვენეთ ვიდეოც. პირველ დასაწყისში იყო 350. მე რაღაც შემოემარა. არა, რასწია რაღაც ერთი წამით რა. არ არის ტყუილების საჭირო. საერთოდ არ ახართ არ ჩვენი პარტიის ხარდამჭერი თქვენ. მე გეუბნებით ახლა რა და არ გვინდა ვის აწყვეტ ახლა. ჩვენ რა უთქოე ხალხი ვარ თუ რა. აგერდევს კადრია, აგერ კაკრ ზუსტად ახლა ტელევიზორში ხედავთ ამ კაცს. მიტინგის შუაში უკვე იყო 1300 კაცი და ჩვენს უკან იდგა 150 კაცზე მეტი. მაგრამ ეს არაფერი ციფრი არაა, გინდაც 1450, უბრალოდ არ არის საჭირო ეს ტყუილები. 300 არა 30 კაცი ვიყავით და საერთოდ მარტო მე და თქვენ ორნი ვიდექით. არა, რატომ მე იმიტომ რომ გეუბნები, რაცა მომისმინე ხა, რამდენი წლისაც ხარ, იმდენი მიტინგი მაქვს მოწყობილი. რა გინდათ ეს ძლიერი რაღაცა ტყუილების ბრქვევა აქა. 100,000 კაციანი მიტინგიც მოგვიწყია ჩვენ არაერთი 4. კი ბატონო, და მოვაწყობთ, ნუმერვიულობთ, ხო იყო ეხლა 1400 კაცი. მე გეუბნებით რომ 14000-იც მოვა და 140-იც.
ესე იწყება, როცა დავიწყე. იქაც მოვალ და არა, თქვენ არ ამგონია რომ საქმე მოხვიდეთ, კაცო, თქვენ ხართ ან ქართული მომისმენ ერთ წუთი. თქვენ ან ქართული ოცნების ხარდამჭერი ხართ, ან საერთოდ ხელისუფლების თანამშრომელი. მე ვარ თანამშრომელი. არ ვიცი ეხლა, იმიტომ რომ ეხლა ასეთ აშკარა მიტინგზე ვიყავიო, იძახი და მე იძახი 300 კაცი იყო. არც 1400 კაცი ძალიან პატარა რიცხვია და მისი კიდე შემცირებები საჭირო არ არის. მიტინგი მიტინგად, მაგრამ ამ ხელისუფლებას რომ მოვერიოთ ჩვენ, რომელიც არის უბედურება ამ ქვეყნისთვის უკვე და რომელსაც მთელი ქვეყანა ბიზნესი გონია, საჭიროა 200,000 კაცი. ამიტომ თქვენ რომ მოდიხართ, მოიყვანეთ თქვენ თუ მართლა გულშემატკივარი ხართ ამ საქმის, ადექი და შენ 1000 კაცი მოიყვანე, რატო არ მოგყავს? მოიყვანე ხალხი შენს მიტინგზე. თვითეულმა თქვენთაგანმა მოიყვანეთ. ეს მიერი ლაპარაკები არ არის საჭირო. საქმე რაშია ბატონ დავით, იცით, აი რამხელა უბედურება ეხლა კაცი რეკავს და იმას კი არ ამბობს, რომ ჩვენ რამხელა უბედურების წინაშე ვდგავართ. აი ეხლა მე არ ვიცი, ვეღარ მოვასწრებ, დემოგრაფიული მონაცემები მაქვს ძალიან მნიშვნელოვანი და ამაზე მინდოდა საუბარი. იმას კი არ ამბობენ, რომ რამხელა ტყუილში ვცხოვრობ და რა ელოდება მათ შვილებს და შვილიშვილებს აქციის რაოდენობის ხალხს ითვლიან. არა, კაცო, ეს ყველაფერი ჩვეულებრივი სპიერებაა. ეს ყველაფერი ჩვეულებრივი სპიერებაა, გასაგებია ესა. ხო, ეს რა შუაში ამდენი იყო? საქმეზე ისაუბრე. ჩვეულებრივი სპიერებაა. ჩვენ მაგით დავიწყეთ გადაცემა, ეს თქვით. არ იყო ბევრი ხალხი, მაგრამ პირველი აქციისთვის 3 წლის მერე არც 1400 კაცია ცოტა და გეუბნებით, რომ 14000-იც გახდება. აი მართლა 300 კაცი რომ მოსულიყო, მაშინ არ იქნებოდა კარგად საქმე. მაგრამ იქ ვინც იყო თქო, ამით დავიწყე ლაპარაკი. ხალხი პირდაპირ ამბობდა, რომ ბევრად მეც უნდა მოსვლა, მაგრამ ეშინიათ, აი ეშიში უნდა გარდავტეხოთ. ეხლა ცოტა დრო დარჩა და ერთ თემას მინდა შევეხო ძალიან მნიშვნელოვანს. ცოტა მინდა მოვწყდი ამ არაბულ საკითხებს. BBC არის ძალიან ცნობილი ტელერადიო კორპორაცია. BBC არის ძალიან ცნობილი ტელერადიო კორპორაცია, ეს არ არის არც იმედი, ეს არ არის არც TV პირველი და ეს არ არის არც ობიექტივი. ეს მსოფლიოში აღიარებული ცნობილი დიდი ტელერადიო კორპორაცია. BBC-მ გააკეთა ძალიან სერიოზული, ჩემი აზრით და დამაფიქრებელი ფილმი გადაიღო პრაქტიკულად. ამ ფილმში BBC ღიად ადანაშაულებს საქართველოს ხელისუფლებას და კონკრეტულად ქართულ ოცნებას იმაში, რომ მიტინგზე რომელიც 1 წლის წინ იყო თუ არ ვცდები, თუ შეიძლება ცოტა მეტი, ამ მიტინგზე მოხდა ადამიანებზე წყლის ჭავლის გაშვება და ამ დროს წყალში იყო გამოყენებული ქიმიური ნივთიერება. ეს იყო 9 თვის წინ და 10 თვის წინ. და ეს ქიმიური ნივთიერება აკრძალულია პირველი მსოფლიო ომის შემდეგ. ეს ითვლება კაცობრიობის წინაშე დანაშაულად და ძალიან სერიოზული ფილმი გაკეთა და ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება. ამ ბრალდებას როგორც წესი მოყვება ხოლმე ხააგაში საკითხი საქმის აღძვრა და ეს საქმე თუ აღიძვრა, ეხა უყურეთ, მე მინდა შეგახსენოთ, რომ იყო ესეთი კაცი სადამ ხუსეინი, რომელიც ფლობდა ერაყს. და მის წინააღმდეგ ბრძოლა ზუსტად ასე დაიწყო. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა დაადანაშაულა ის იმაში, რომ იგი ქიმიური არახს იყენებდა მოსახლეობის წინააღმდეგ და ბოლოს დამთავრდა ომით, დააპატიმრეს და მოკლეს, სიკვდილით დასაჯეს სადამ ხუსეინი. პარალელს ვერავლებთ. მე არ ვიცი, იმას კი არ ვამბობ, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გამოიყენა, მე ეს არ ვიცი უბრალოდ ქიმიური ნივთიერებები, იმედი მაქვს, რომ არ გამოუყენებია, მაგრამ ეს არა აქვს თავარი. თავარი აქ ის კი არაა გამოიყენა თუ არ გამოიყენა. მე თვითონ მგონია, რომ ეხლა რატო უნდა გამოიყენებინათ. არ ამგონია, მაგრამ თავარი აქ ისაა, რომ დადანაშაულება მოხდა და BBC ადანაშაულებს, რომელიც არ არის უბრალო ორგანიზაცია. BBC პირდაპირ ადანაშაულებს ქართულ ოცნებას, რომ მან დემონსტრაციების დაშლის დროს წყალთან ერთად გამოიყენა ქიმიური არახი. ის ნივთიერებები ქიმიური, რომელთა გამოყენება პირველი მსოფლიო ომის მერე აკრძალულია. უნდა გვესმოდეს ჩვენ და ქართულ ოცნებას უნდა ესმოდეს, რომ ეს შეიძლება იგივე სცენარით განვითარდეს, რა სცენარითაც განვითარდა სადამ ხუსეინის ამბავი. ეს ისტორია უკვე აიტაცა ამერიკის სენატმა და კონგრესმა, უკვე იქ
ამაზე მიდის საუბარი და მსჯელობა და უნდა ესმოდეს ქართულ ოცნებას და თავად ბიძინა ივანიშვილსაც უნდა ესმოდეს რა ვითარებაში ვარდება ახლა ქართული ოცნება. თუ ამას მოყვა ბრალდებები და დადანაშაულება ადამიანების წინააღმდეგ, ესე იგი ადამიანების წინააღმდეგ ქმედებებში, ეს აღარ იქნება უბრალოდ იქ კობახიძე რო გამოდის და იქ რაღაცა ევროკავშირი არავინ არ არის, ეს სულ სხვა რაღაცა. არ გვაინტერესებს მათი აზრი, ეს სულ სხვა რაღაცა. თუ ხააგამდე მივიდა ეს საქმეები, ამას ვეღარ გადაურჩება ვერც ივანიშვილი, ვერც კობახიძე და ვერც მთელი ქართული ოცნება და გააცნობიეროს ეს ყველაფერი ქართულმა ოცნებამ. გააცნობიეროს რამხელა ამბავი ხდება. აი ამას ურჩევ მე. ბატონ დავით, ახლა ბატონის ზარს მინდა აუცილებლად გამოვეხმაურო, მან ბრძანა რომ როგორ მიწებიო იყიდებაო. მე მინდა რომ ჩვენს ტელემაყურებლებს კვლავ შევახსენოთ აუცილებლად რომ აი ეს იგლ ჰილსთან დაკავშირებით არანაირი ტენდერი არ გამოცხადებულა, როგორც წესი ყველა პროექტის წინ რაღაც ტენდერი ცხადდება. თუმცა მინდა გითხრათ რომ ჩვენი ბიზნეს ასოციაცია, ანუ ყველა მსხვილი ბიზნესმენები, ვინც არიან გაერთიანებულები, არც ერთი მათგანი არ იცნობს არც ერთ პუნქტს ამ ხელშეკრულებისა და ამას მხარს უჭერენ. და მინდა გითხრათ რომ აი სწორედაც ტაჯიკეთმა, აი ამ ღარიბმა ქვეყანამ 18 მილიარდიანი ინვესტიცია არ შეუშვა თავის ქვეყანაში და რაც შეეხება ჩინეთს, თვითონ ჩინეთმა იგლ ჰილსი თავისთან არ შეუშვა მაშინ, როდესაც 1,250 მილიონი მაცხოვრებელია ჩინეთში. იგი გაუფრთხილდა ამას და იგლ ჰილს უთხრა რომ არა, შენ ჩემთან არ შემოხვალ. მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ხედავთ რომ ჩვენი ეს ბიზნესმენები, რომლებიც საერთოდ არ ცნობენ და არ იციან ამ პროექტის არც ერთი პუნქტი, მაინც გვეუბნებიან რომ ეს არის ძალიან კარგი და მისაღებია და ჩვენ გვეძახიან ქვეყნის დამანგრევლებლად და თურმე ჩვენს ქვეყნის სტრატეგიას რაღაცა საფრთხეს უქმნით. რეალურად ვინ უქმნის ქვეყნას? ეს საერთოდ სისულელე, ეს ახალი გამოგონებაა ხელისუფლების, რომ თურმე თუ არ აშენდა ეს პროექტი არ განხორციელდება, ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტს ემუქრება რაღაცა. ირღვევა სუვერენიტეტი. ეს ხო საერთოდ ბოდვა, ანუ ჩვენ ეხლა რო არ არის არაფერი აშენებული, არა გვაქვს სუვერენიტეტი? ჩვენ არა ვართ სუვერენული ქვეყანა? ეს სრული ბოდვა ეხლა, ჩვენ ვართ სუვერენული ქვეყანა დღეს, მე მგონი. და ვართ იმის გარეშე, რომ აქ აშენდა რაღაცა ახალი აბუდაბიები და თუ ისინი არ აშენდება, წესით სუვერენულები უნდა დავრჩეთ. ამის შენებლობა არანაირ სუვერენიტეტს არ ღვევს ქვეყნის, არც ეკონომიკურს მათ შორის. ამას რო ამბობს ბატონი პრემიერ-მინისტრი, ესე იგი აღიარებს რომ ჩვენ არა ვართ სუვერენული ქვეყანა. კეთილი, ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დიდი პატივისცემით გემშვიდობებით, იმიტომ რომ ჩვენი დრო პრინციპში ამოიწურა, მე მგონი რა კითხვებსაც ვერ გავეცით პასუხი, ნელ-ნელა გავცემთ. მაინც მოსახლეობას მინდა უთხრა რომ და ქართულ ოცნებას ვეუბნები, BBC-ზე იფიქრეთ, რაც ვილაპარაკეთ ჩვენ, ეს არ არის უბრალო ამბავი. ეს არ არის უბრალო ამბავი და აი ეს არის შედეგი ქართული ოცნების სრული უგუნურობისა და უგუნური ქმედებების. ყველა და ყველაფერი რომ გადაიმტერეს და მოკავშირე აღარავინ დაიტოვეს გარდა აი ამ არაბული ქვეყნებისა. მე გემშვიდობებით კეთილი სურვილებით და ვფიქრობ რომ ობიექტივიდან თქვენ როგორც ყოველთვის იგებთ და კვლავ გაიგებთ ძალიან ბევრ სიმართლეს, გაიგებთ იმ რისკებს, თუ რა რისკების წინაშე დგას ჩვენი ქვეყანა, გნებავთ აი ამ პროექტიდან გამომდინარე და გნებავთ ხელისუფლების ქმედებებიდან გამომდინარე, ასე რომ აქტიურად უყურეთ ობიექტივს. ნახვამდის.